მოგესალმებით, ბრუნდებით ჩვენ ყვაბერიძის გეომეტრიის მერვე თავის ამოცანების განხილვით და ჩვენ ახლა შევეცდებით A კატეგორიის ამოცანები გავიაროთ, მაგრამ მანამდე მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ მის ძირითადი უცებ ჩამოყვე, არ დავიწყო მათი დამტკიცებები, უბრალოდ მთავარი თვისებები, რისი გამოყენებას დაგჭირდებათ აღნიშნულ თავზე მუშაობის დროს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს თავი ახლა მიძღვნილია ტრიგონომეტრიაზე და თქვენ დაგჭირდებათ ტრიგონომეტრიული დამოკიდებულებების ცოდნა მართკუთხა სამკუთხედში. რა არის სინუსი, რა არის კოსინუსი, რა არის ტანგენსი. პირველ რიგში მართკუთხა სამკუთხედში ეს უნდა გესვოდეთ და განიხილავდეთ. თუმცა მე მინდა რჩევის სახით ახლა გითხრათ განსაკუთრებით მათ, ვისაც თქვათ ჩვენ ხელში არ გაუვლია ჩვენ მოსწავლეებმა იმედია კარგად დაიმახსოვრეს, რომ სინუსის, კოსინუსის და ტანგენსის იდეა არ შემოიფარგლება მართკუთხა სამკუთხედით. მათ ცოტა სხვა თვალსაჩინო აქვს. ერთ-ერთი გამოვლინება უბრალოდ მათი არის მართკუთხა სამკუთხედში და ამას კარგად დააკვირდით, გაითვალისწინეთ. ვეცდები მე მთელ რიგ საკითხებზე საუბრის დროს ეს მომენტები წინა პლანზე წამოვწიო. შემდეგ არის მნიშვნელოვანი ორი თეორემა და მათი შედეგები, ეს არის კოსინუსების თეორემა. ჩემთვის მსგავსების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური თვისება გეომეტრიაში სწორედ ეს თეორემაა. კოსინუსების თეორემა და სინუსების თეორემა. ეს თეორემა. კოსინუსების თეორემას მოყვება შედეგად კუთხის დათვლის პატარა ფორმულა, მარტივი გარდაქმნა ეგ, როგორ გამოვთვალოთ კუთხის კოსინუსი. აქვე მოყვება თვისება რა დამოკიდებულება ნებისმიერ სამკუთხედში გვერდებს შორის, რომ პატარა გვერდების კვადრატების ჯამი მეტია დიდი გვერდის კვადრატზე მახვილკუთხა სამკუთხედში, ბლაკკუთხა სამკუთხედში, რომ პირიქით ნაკლებია პატარა გვერდების კვადრატების ჯამი დიდი გვერდის კვადრატზე, მართკუთხა სამკუთხედში ისედაც ვიცით, რომ ეს მიტოლია და ეგ თვისება უნდა გვახსოვდეს რა. ან თქვენ როდესაც სამი გვერდი მოცემული გექნებათ, 7, 8 მაგალითად 13, თქვენ არამხოლოდ შეგეძლებათ იმის თქვა, რომ ამ სამი გვერდით სამკუთხედი იკვრება თუ არა, არამედ თქვენ შეგეძლებათ თქვათ, როგორი სამკუთხედი იკვრება ამ სამი გვერდით. ამ შემთხვევაში ეს ბლაკკუთხა იქნება, იმიტომ რომ პატარა გვერდების კვადრატების ჯამი ნაკლებია 13-ის კვადრატზე, ხო? 59, 64, 70. კი ბატონო, ბლაკკუთხა იქნებოდა აღნიშნული სამკუთხედი. პარალელოგრამის თვისება, რომ გვერდების კვადრატების ჯამი ტოლია დიაგონალების კვადრატების ჯამის და აქედან შემდეგ უკვე მედიანის სიგრძის დასათვლელი ფორმულა, C გვერდზე დაშვებული მედიანა უდრის 1, 2, 2 ორჯერ დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამს გამოკლებული თავად მესამე გვერდის კვადრატი, რომელზეც ეშვება მედიანა. მე შევეცდები ამ ამოცანას, სადაც ეს ფაქტი იქნება გამოსაყენებელი დაგისაბუთოთ, იმიტომ რომ მაგალითად როცა მოსწავლე ვიყავი, არ მომწონდა ეს ფორმულა და ყოველ ჯერზე ფაქტობრივად ვიყვარდი, როცა დამჭირდება და თან ძალიან ხშირიც არ იყო მისი გამოყენების ისეთი საჭიროება და უბრალოდ დასაბუთებით ვიცოდი და ვაკეთებდი. რაც შეეხება, პრინციპში კოსინუსების თეორემის შედეგები მეტია რა, რაც შეეხება სინუსების თეორემას, შედარებით აქ ნაკლები შედეგი გამოყენება გვიწევს. ალბათ პირველ რიგში თავად ბისექტრისის თვისება, უმაგრესი თვისება, რომის მოპირდაპირე გვერდს ბისექტრისა თუ გაკავლებული მიმდებარე გვერდების პროპორციულად ყოფს. საათვეს B, ანუ M-ი შეფარდებული N-თან რომ არის არ შეფარდებული B-სთან და თავად ბისექტრისის სიგრძის დასათვლელი ფორმულა. ჩვენ აქ
ეს პირდაპირ პრინციპში სინუსების თეორიებიდან არ გამომდინარეობს ახლა, მაგრამ რადგანაც ბისექტრისაზე ვსაუბრობთ, მასაც ვიტყვით. ხო, კიდევ სტიუარტის თეორემას გიხსენებთ. ნახეთ, ალბათ დავასაბუთებთ კიდეც და პრინციპში მეტი თეორემა აქ არ გვიწევს რომ გამოვიყენოთ. ნუ ნახოთ ახლა შესაძლოა ავტორს კონდეს რაღაც კონკრეტული ამოცანა მოტანილი, რომელსაც სხვა ჩარევაც დაჭირდეს, მაგრამ ძირითადი მგეზავი ეს ცოდნა იქნება. მოდი დავიწყოთ ახლა განხილვა. ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით მარტივი დასაწყისი იქნება, ვიდრე თუნდაც მე-6 მე-7 თავში იყო, ამიტომ შეიძლება უბრალოდ მიმოხილვა გავაკეთო მთელი რიგი ნომრების ამ კატეგორიის ამოცანებში და აღარ ჩავყვე დეტალებში. აი თუნდაც ახლა აგერ ვისურვს რომ უყურებთ ძალიან ბევრი ამოცანა ახლა ამის განხილვა ალბათ ექშის დავალებათაც რო აკეთებდეთ, რაღაც განიხილავდით ყველას, იმიტომ ფუნება ხამაზე დროის ხარჯვა. ABC მართკუთხა სამკუთხედში AC კათეტი 5-ია, BC კათეტი 12-ია, იპოვეთ A კუთხის სინუსი, კოსინუსი და ტანგენსი. ნუ მეგობრებო, ავაგოთ მართკუთხა სამკუთხედი, ავიღოთ სფეროები, როგორც ავტორი გვეუბნება, რადგანაც AC-ც და BC-ც კათეტებია, ესე იგი გამოდის რომ მართი კუთხის სფერო ყოფილა C, BC კათეტი უფრო დიდი გამოდის და მოდი ამას დავარქვათ B, ამას დავარქვათ A, B, C. ეს არის 12, ეს არის 5, ნუ ჩვენ უკვე პითაგორას სამეუღლები წინა თავიდან კარგად გვესმის, რაცა ეს იქნებოდა შესაბამისად 13 პითაგორას თეორემით დათვლიდით და უნდა ვიპოვოთ A კუთხის სინუსი, ხო? ნუ გვინდა სინუს კუთხე A. ნუ ვაკითხავთ კონკრეტულ კუთხეს, რომლის სინუსაც ვიტყვით მართკუთხა სამკუთხედში და ვაყალიბებთ უარტივეს განმარტებას, ხო? მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის სინუსი ტოლია მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. შესაბამისად, კოსინუს კუთხე 100 იქნებოდა მიმდებარე კათეტი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ხოლო ტანგენსი იქნებოდა მისი განმარტებაც უნდა გვახსოვდეს, კი, ეს არის სინუსის შეფარდებული კოსინუსთან, მაგრამ პირდაპირ თქმას უნდა შეგვეძლოს მართკუთხა სამკუთხედში ეს არის მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული მიმდებარე კათეტთან, ანუ იქნებოდა 12/5 ტოლი. რაც შეეხება ახლა 8-ის 2-ს, მოდით ასე გავაკეთოთ. რა გავაკეთოთ, იცით, მოდით მე-5 და მე-10 გავაკეთოთ ახლა აქ. ალბათ იმედია პრობლემა არ შეგექმნებათ ახლა დანარჩენების გაგება წარმოდგენაზე. და მოდი მე-5 დავწეროთ ახლა. თუ შეიძლება ის კარგი დამოკიდებულებებიც არის და ისე მომეწოდა სხვებიც განვიხილოთ. ABC სამკუთხედში კუთხე C არის 90 გრადუსის ტოლი. ავიღოთ ABC სამკუთხედი და კუთხე C იყოს 90 გრადუსი. დავწეროთ ასე. ABC. რა ვიცით ახლა მე-5 ამოცანაში, ხო? მე-5-ში. აგერ AB-ს გთხოვენ, AB უნდა ვიპოვოთ. თუ სინუს A კუთხის, ეგ არის კუთხე A, ესე იგი სინუს კუთხე 100 არის 3/5 და 10 არის 4. ეხლა როგორ შეიძლება ეს გადაწყვიტოთ მეგობრებმა და რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი გზა? რატომღაც ჩვენ ასეთ ამოცანებში უცებ ვიწყებთ პირდაპირ გამოთქმას სინუსის კოსინუსის, მე ვაკვირდებით რა ვიცით, რა გვინდა ვიპოვოთ და ვიყენებთ ცნობილ ტრიგონომეტრიულ გარდაქმნებს, რას გულისხმობ ახლა აქ. მე ვიცი, ჩვენ რა ვიცით ახლა აქ, ვიცით სინუს კუთხე 100, ანუ ეგ არის მოპირდაპირე კათეტი BC შეფარდებული AB-სთან,
AB-სთან, ეგ არის 3/5. არადა მიმჭირდება 10-ს გამოყენება, ხო? მაგრამ 10-ე მიმდებარე კათეტი კუთხე 100-თან რა კავშირშია? ნუ მის კოსინუსთან არის, ხო? კავშირში დაკავშირებული და აა ალბათ ადგებოდა ზოგიერთი თქვენგანი, ჯერ დათვლიდა კოსინუს კუთხე 100-ს. ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით სინუს კვადრატ ალფას პლუს კოსინუს კვადრატ ალფა უდრის 1-ს და აქედან თუ გნებავთ თქვენ კოსინუსის დათვლა, უნდა გამოსახოთ და კოსინუს კვადრატ ალფა უდრის 1 მინუს სინუს კვადრატ ალფას და აქედან კოსინუს ალფა ტოლია პლუს მინუს 1 მინუს სინუს კვადრატ ალფასი, ხო? ანუ და პრინციპში ახლა თქვენ თუ იცით აქ ალფა რომელი მეოთხედის კუთხეა პლუს მინუს იმის მიხედვით აარჩევთ. ანუ აქ გვექნებოდა ჩვენ პლუს მინუს 1 გამოკლებული 3/5-ის კვადრატი. მაგრამ რადგანაც ჩვენ მართკუთხა საკუთხეში ვართ, ხო, აქ კუთხეები ახლა 90 გრადუსზე ნაკლებია, ახალი კუთხეებია, ეს კუთხეა და კუთხე B და შესაბამისად პლუს მინუსი აღარ იქნებოდა საჭირო. ეგ არის 9/25, ეს გამოვაკდება 9/25, 6/25-ია და ფესვით 6/25-დან არის 4/5. კოსინუსი დათვლილი გექნებოდათ, თუ უკვე შეგიძლია შენ მიმდებარე აკუთხის მიმდებარე კათეტის საქმეში ჩართვა, შესაბამისად კოსინუსა იქნებოდა, ეს იქნებოდა მიმდებარე კათეტი 4 შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, AB-სთან, ანუ ეს იქნებოდა 4/5 და აქედან AB მარტივი სათქმელია, რომ არის 5. და მორჩა, კითხვაზე დაპასუხები გვექნება, ხო? ეგ არის როგორი მიდგომა ახლა მეგობრებო, რაღაცა ასე თქვათ, ცოტა მუღამის გარეშე, პირდაპირი ხისტი, საკმაოდ დროტევადი. რა თქმა უნდა, სავარჯიშოდ კარგია, ცოდნის გამოყენებას გააჩვევთ, აი აქ ჩვენ ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობის ჩართვა დაგვჭირდა საქმეში, ძალიან კაი. მაგრამ ალბათ თავიდან რომ დავიწყეთ საუბარი, ხო კიდევ უკვე გამჩნდა ამოცანის ამოხსნის ყველაზე ოპტიმალური გზა. როდესაც თქვენ მართკუთხა საკუთხეში ტრიგონომეტრიული დამოკიდებულებები გააქვთ მოცემული, ფაქტობრივად ერთგვარი პროპორციებზე ხართ ინფორმირებული, ხო? თქვენ იცით უკვე გვერდები როგორ შეეფარდება ერთმანეთს და შეგიძლიათ პროპორციული ნაწილების შემოტანით მათი აღნიშვნა. აი მაგალითად, კუთხის სინუსი, აკუთხის სინუსი თუ იყო 3/5, ხო გამოდის, რომ მოპირდაპირე კათეტი BC ისე შეეფარდება ჰიპოტენუზას, როგორც 3/5, ანუ ეს იქნებოდა 3x 5x, ხო? და ახლა ცნობილი პითაგორას სამეულით 3/4-5-ით თუ ერთი კათეტის 3 ნაწილია, ჰიპოტენუზა 5 ნაწილია, ხო, იქნებოდა მეორე კათეტი უკვე 4 ნაწილი. ანუ გამოგვივიდოდა ჩვენ 4x უდრიდა 4x უდრიდა 1 და შესაბამისად AB იქნებოდა 5-ის ტოლი. აი უმარტივესი ამოხსნა, ხო? რამდენი შეხედეთ რისგან გათავისუფლდით, AB-სგან გათავისუფლდით, ეგ კარგი იქნებოდა ცაფრი იდეაში, აი ეს გამოსაყიდველი და ფაქტობრივად აი აქ რა ენერგიას დაგჭირდეთ, იმ ენერგიით გამოთვლით. ვუყუროთ რა მართკუთხა სამკუთხედში ტრიგონომეტრიულ დამოკიდებულებებს, როგორც გვერდებზე პროპორციის ინფორმაციას, რა არსებული პროპორციის ინფორმაციას. ეხლა შევტიოთ მეათე ნომერს. რა უნდა აბა მეათეს მოდი ვნახოთ. ავასუფთავოთ ეს ინფორმაცია, დავიტანოთ ახალი ამბები. რას გთხოვეთ? კოსინუს კუთხე BC უნდა ვიპოვოთ, თუ 10 არის, მოდი ვნახოთ აგერ, 10 არის 3a კვადრატი, BC არის 5a კვადრატი და ვთხოვეთ კოსინუს კუთხე B-ს. მოდი ვნიშნოთ ახლა აქ ჩვენ
ასე კუთხების პოვნა რომ გვიდა, აი ეს გვიდა. რა ვიცით, 10 არის 3 კვადრატი და b-ი არის, მეგობრებო, 5 კვადრატი. მე რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა 5 კვადრატი AB ყოფილიყო და უცებ აქ ჰიპოტენუზა იგივე პითაგორას სამეულს გამოვიყენებდით, მაგრამ არ არის ახლა. აბა როგორ უნდა მოვცეთ, რა უნდა გავაკეთოთ ახლა? რა თქმა უნდა, შეგვიძლია გამოვსახოთ ჯერ ჰიპოტენუზა და მერე კოსინუს b-ს გამოსახულებას დავწერთ, ხო? კოსინუს კუთხე-b-ი. რა იქნებოდა AB-ს კვადრატი? იქნებოდა 3a კვადრატის კვადრატს პითაგორას თეორემას დავწერთ, ხო? ჰიპოტენუზის კვადრატი ტოლია კათეტების კვადრატების ჯავის. შესაბამისად, AB კვადრატი ტოლი იქნებოდა 9, 25, 34 მეოთხე, აქედან AB არის ფესვი 34 კვადრატი და კოსინუს კუთხე b-ი, კოსინუს კუთხე b-ი იქნებოდა მიმდებარე კათეტი, ანუ 5a კვადრატი, b კუთხის მიმდებარე კათეტი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ანუ ფესვი 34 კვადრატთან, რა თქმა უნდა, კვადრატები იკვეცება და ეს იქნებოდა 5 შეფარდებული ფესვი 34-თან. ახლა რა შეგეძლოთ აქ, თქვათ, სხვაგვარად გაგიგებინათ. ახლა ეგ ჩვენ მივყევით იმ ტაქტიკას, რა გვაინტერესებდა და შესაბამისად ვიმოქმედეთ. ახლა რომ ვიყოლოდით იმ სტრატეგიას, რომ რა ვიცით და შესაბამისად გვემოქმედა, ფაქტობრივად ჩვენ ვიცით კათეტები. კათეტები სოდის შემთხვევაში შეგიძლია პირდაპირ დათვალოთ კუთხის ტანგენსი, ხო? ანუ ტანგენს კუთხე b-ი იქნებოდა მოპირდაპირე კათეტი 3a კვადრატი შეფარდებული 5a კვადრატი. ანუ ეგ იქნებოდა 3/5. და აი ახლა ეგ უნდა გქონდეთ თავში გამჯდარი ისევ ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობის კომპონენტს ვეხები, როდესაც ტანგენსი იცი და კოსინუსი ითხოვენ, აუცილებლად უნდა ამოგიტივდეს თავში ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობა h პლუს ტანგენს კვადრატ ალფა, რომ უდრის 1 შეფარდებული კოსინუს კვადრატ ალფას. ალბათ რამე არ განსაკუთრებულ შედეგზე ფიქრი შეუძლებელია, თუ ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობები მყარად არ გაქვს თავში გამჯდარი, ძალიან რთული იქნება იქ რამე სერიოზული დაგეგმვა და მაგრამ შეგიძლია თქვენი თავი წავარჯიშოთ ხოლმე ასე ხედვაშიც. ახლა ადგებოდით 3/5 ჩასვამდით, აქ ჩვენ კუთხე b-ზე გვაქვს ახლა საუბარი და შესაბამისად აი 1 პლუს 3/5-ის კვადრატი ეს იქნებოდა 1 შეფარდებული კოსინუს კვადრატ კუთხე b-ი, ხო? არა ეს ახლა დიდად მომხიბლავისა შეიძლება ზედაგზა ჯობდეს, მაგრამ ხანდახან ეს უფრო კარგი იქნება. ეგ არის 9/25, რომ გაერთმშველიანდება იქნება 34 25. შესაბამისად, ახლა თავად კოსინუს კვადრატ b რომ დავთვალოთ, მისი შებრუნებული იქნებოდა კოსინუს კვადრატ b იქნებოდა 25 34 და თუ ამოვფესვავთ, აქ პლუს მინუსი არ დაგჭირდება, იმიტომ რომ ახალი კუთხის კოსინუსებს საუბრობთ, ამიტომ იქნებოდა დადებითი 5 შეფარდებული ფესვი 34-თან. რა თქმა უნდა, იგივე პასუხს მივიღებდით, მაგრამ ეს ცოტა სხვა ხედვაა, სხვა გზა. იგი გავაგზავნოთ ახლა ჩვენ 8-3-ით. რაც თუ რამე განსაკუთრებული პრეტენზია გექნათ დანარჩენ ამოცანებთან, შეგიძლიათ მე განკვეთილზე მითხრათ ან პრეზენტაციებში, გასვლათ კომენტარებში აღნიშნულ ვიდეოს დავუყუროთ. 8-3. ერთკუთხა სამკუთხედის კათეტები არის 2 და 5. იპოვეთ დიდი მახვილი კუთხის სინუსი, კოსინუსი და ტანგენსი. ნუ რაღაცნაირად ხანდახან განცდა მაქვს, რომ ალბათ მეც ასე ვიყავი მოსწავლეობის დროს,
როცა რაღაც ახალს ვსწავლობთ, აი ვცდილობთ ყველაფერში ეს ახალი ჩავტენოთ და თითქოს და ერთგვარად ძველი ცოდნა უქმდება და რაღაცაერთ ვივიწყებთ. არა მეგობრებო, გამორიცხულია მით უმეტეს ახლა ეგ მათემატიკაში, გეომეტრიაში კომპლექსური მიდგომაა საჭირო, ახალი ძველს ავსებს და ორივე ერთად უნდა გამოვიყენოთ და ახლა ტრიგონომეტრია ძველ ცოდნას არ აუქმებს საკუთრებებთან დაკავშირებულს. რა თქმა უნდა, ისევ დიდი კუთხის წინ დიდი გვერდი ძევს, ან პირიქით ხო, ტოლი კუთხეების წინ ტოლი გვერდებია და შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ კათეტები არის 2 და 5 და ვთხოვენ დიდი მახვილი კუთხის სინუსს, ესე იგი ჩვენ გვჭირდება 5-ის მოპირდაპირე, აი ამ კუთხეს მოდი დავარქვათ ალფა, ამ კუთხის სინუსი, კოსინუსი და ტანგენსი. ну აქ ალბათ ახლა აღარ დავიწყებ ორნაირად და სამნაირად გაკეთებას, შეგვეძლო აქ ტანგენსი გამოგვეთვალა და მე ტანგენსის საშუალებით ძირითადად ტრიგონომეტრიული იგივებების გამოყენებით დაგვეთვალა კოსინუსი, სინუსი, მაგრამ მოდი დავთვალოთ ჰიპოტენუს რა, თქვათ ეს არის c და რა იქნებოდა c იქნებოდა ფესვი 5-ის კვადრატს დამატებული 2-ის კვადრატი, ხო? როცა კვადრატი იქნებოდა კათეტების კვადრატების ჯამი და მე ამოვფესვავით. ანუ გამოდის ფესვი 29-დან. და იქნებოდა სინუს ალფა. ეს იქნებოდა მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ანუ 5 შეფარდებული ფესვი 29-დან. რა იქნებოდა კოსინუს ალფა? ეს იქნებოდა მიმდებარე კათეტი 2 შეფარდებული ფესვი 29-დან. რა იქნებოდა ტანგენს ალფა? ტანგენს αλფა ჰიპოტენუზის გარეშე შეგვეძლო გვეთქვა, ეს იქნებოდა 5/2. ну ნახოთ ახლა 8/4 და თუ ძალიან განსხვავებული არ არის, დავანებოთ თავი. სამკუთხედში კათეტი არის 9, ჰიპოტენუზა არის 15 და უნდა გვეპოვა მახვილი კუთხეების სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი. ну ეს პითაგორას სამეულია. კათეტები ერთი კათეტი თუა 9, 3x3 და ჰიპოტენუზა 3x5. მეორე კათეტი 3x4, ანუ 12 იქნებოდა და მარტივად დაწერდით შეფარდებებს. მედი არ გამიწყლებით, მოდით 8/4-ს არ გავაკეთებ, აღარ გამიხილავ. მოდ მარტივი. მოდი ვნახოთ 8/5. აგერ არის მოცემული, რომ ტოლფერ და სამკუთხედია. კარგად დავწეროთ ეს. 8/5. თან მართკუთხაც არ ვიცით არის თუ არა. მოდი ავიღოთ ტოლფერ და სამკუთხედი. ლებეუდრის პროცესს, ანუ მე არის ფერდების შემაერთებელი წვერო. ნახეთ. ადან არის სიმაღლე გავლებული. ახლა სულაც არ ქონდა ჩვენ გარანტია, რომ სიმაღლე შიგნით მოხდებოდა, ხო შეიძლებოდა ბლანკუთხა ყოფილიყო ეს ტოლფერ და სამკუთხედი და სიმაღლე გარეთ მოხდარიყო ფერზე დაშვებული სიმაღლე, მაგრამ გვეუბნება, რომ BC გვერდსო ეს სიმაღლე ყოფსო 45-ის და 30-ის ტოლ ნაწილებად, ხო? ანუ B-ში არის 45 და C-ში არის 30. უნდა ვიპოვოთ კოსინუსი კუთხე B-ში. აი ამ კუთხის კოსინუსი ითხოვენ. ძალიან კარგი. უცებ ახლა რა ინფორმაცია შეიძლება შევკრათ აღნიშნულ სამკუთხედზე, მთლიანად ამ ფიგურაზე. ну რადგანაც ტოლფერ დაიყო და ეს ფერდი არის ამ ფერდის ტოლი იყო, მაშინ 75 გამოდიოდა ეს გვერდიც იქნებოდა 75. და ჩვენ რომელი კუთხის კოსინუსს გთხოვენ, აი იმ კუთხის მონაწილეობით ეგ მართკუთხა სამკუთხედი გვაქვს, ხო? ну რა თქმა უნდა, როცა ტრიგონომეტრიულ ფუნქციას გვეკითხებიან, რომელიმე კუთხეზე ყველაზე მარტივი გამოსავალი შე შემთხვევაში არის მართკუთხა სამკუთხედის შევკრათ ამ კუთხის მონაწილეობით, ხო? შეკრულია, ახლა ბევრი რაღაც ჩვენ არ ვიწევს სწავლება. რა იქნებოდა კოსინუსი ამ კუთხის? ეს იქნებოდა მეგობრებო მიმდებარე კათეტი, ანუ 45 შეფარდებული 75-თან და შევკვეცდით აქ ეს 15-ზე იკვეცება. აქ იქნებოდა 3, ამოთ იქნებოდა 5. დიდი ნახოთ აბა 8-6 რას ითხოვს.
მოთვალეთ საკუთხის კოსინუსი და მოდი აქ თავად ამ ნახაზზე გავაკეთოთ ახლა აღარ გადმოვიდა რაიმე ახალ ნახაზს და თუ ტოლფერი და სამკუთხედია მოცემული, გვეკითხებიან საკუთხის კოსინუს. რა ვთქვით ჩვენ წინა ამოცანის განხილვისას, ხო? რომელ კუთხესაც ჭირდებათ ტრიგონომეტრიული რაღაცა ფუნქცია, ხო? ჯობს იმ კუთხის მონაწილეობით მართკუთხა სამკუთხედის შექმნა თვითონ ეს ძალიან კორტული მართკუთხა სამკუთხედი იქნება, ხო? ასე თუ აცეფუძეზე დავუშვებით სიმაღლეს და ამ მართკუთხა სამკუთხედიდან გამოვიტანთ ახლა დასკვნებს. თუ ძალიან მარტივად ეს ხო 12-ია, ხო? და ესე იგი ეს 12 არის 3-ჯერ 4, ეს არის 5-ჯერ 4, ანუ ეს იქნებოდა 4-ჯერ 4, ანუ 16 იქნებოდა ძალიან მარტივად სიმაღლე დაითვლებოდა 16 იქნებოდა და რაც ჭირდება ყველაფერს დავთვლით ახლა ჩვენ გვინდა კუთხის კოსინუსი, ხო, სიმაღლის დათვლას არ ჭირდებოდა პრინციპში. რა იქნებოდა კოსინუს კუთხეცესი მიმდებარე კათეტი ან 12, აქ 12 გვაქვს მიღებული შეფარდებული მეგობრებო 20. ეს 4-ზე იკვეცება და 3/5 იქნება. მოდი 8-7 ვნახოთ ახლა. პარალელოგრამის მახვილი კუთხის ტანგენსი 2 სტოლია. ავიღოთ პარალელოგრამი. მოდი მის მახვილ კუთხეს რამე დავარქვათ. დავარქვათ ეს ალფა. ტანგენს ალფაზეც ინფორმირებული ვართ, რომ 2 სტოლია. კუთხის ტანგენსი 2 სტოლია. იპოვეთ ბლაგვი კუთხის კოსინუსი. ოჯახ კარგია. ახლა ანუ ბლაგვი კუთხე ხო 180 მინუს ალფა და ჩვენ გთხოვეთ ბლაგვი კუთხის კოსინუსს, ანუ კოსინუს 180 მინუს ალფა უნდა ვიყო. ну, პრინციპში ეს უფრო ტრიგონომეტრიის ის ამოცანა, რომელიც ალგებრულ ნაწილში გაქვთ თქვენ ნამუშევარი, როდესაც თქვენ ვცდილობდით ტრიგონომეტრიული გარდაქმნები გესწავლათ, ხო? ну, ალგებრაში გექნებათ ეს გავლილი და სწორედ იმაზეა, ახლა გეომეტრია აქ ცოტა ფასადია რა. რას გააკეთებით ახლა ამ შემთხვევაში? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოიყენებდით დაყვანის ფორმულას, ხო? როგორ გამოვიყენებთ ახლა დაყვანის ფორმულას? ჩვენ ვიცით, რომ როდესაც 180 და 360 მონაწილეობს დაყვანაში, ფუნქცია არ იცვლება, ანუ კოსინუს αλფა დარჩება და რომელ პოტენციურად თუ ალფას ჩავთვლით ჩვენ პირველი მეოთხედის კუთხედ, 180 მინუს ალფა რომელი მეოთხედი იქნებოდა უკვე? ეგ იქნებოდა მეორე მეოთხედი, ხო? ანუ აგერ არის 180 და მას რომ პირველი მეოთხედის კუთხე გამოაკლდეს, ну ჩვენ აქ ალფას თვლით პირველი მეოთხედის კუთხედ. ალფა რომც არ იყოს პირველი მეოთხედის კუთხე, ნებისმიერ შემთხვევაში სწორი იქნება, რასაც ახლა დავწერთ, მაგრამ თუ გინდათ აზრი გაიგოთ დაყვანის იდეა დაიმახსოვროთ, ხო? უნდა ჩათვალოთ ალფა პირველი მეოთხედის კუთხედ და მარტივი შესაძლებელია უკვე 180 მინუს ალფას ნიშანი, კოსინუსი რა იქნებოდა აი ამ კუთხეზე და მეორე მეოთხედში კოსინუსი უარყოფითია, აი აქ იქნება სადღაც და შესაბამისად წინ უნდა დაგვეწერა ამისთვის მინუსი. იმიტომ რომ ალფა თუ ითვლება პირველი მეოთხედის კუთხედ, სინუსის კოსინუსის ტანგენსის პირველ მეოთხედში დადებითია და შესაბამისად რომ არ დაირღვას აქ წონასწორობა, ტოლობა, მინუსი უნდა დავწეროთ, იმიტომ საწყისი მნიშვნელობა უარყოფითი იყო, ხო? ну გამოვიყენე კლასიკური დაყვანის ფორმულა და შევეცადე ეგ რაღაც დაკლებად მოკლედ გამეხსენებია თქვენთვის და ამეხსნა. ну უფრო ვცვლად თუ შევძელით და გამოვაქვეყნეთ ამაზე ვიდეოები, იქ ვისაუბრებთ უკვე ამ დაყვანის ტექნიკაზე. ახლა რა გამოვდის ჩვენ ვთხოვეთ კოსინუს ალფას, ხო, მინუს კოსინუს ალფას. მაგრამ მოდი ჯერ ტანგენს ალფას საშუალებით გამოვთვალოთ ჩვენ აი ამ ფორმულიდან 1 პლუს ტანგენს კვადრატ ალფა რომ უდრის 1 შეფარდებული კოსინუს კვადრატ ალფას კოსინუს ალფა და მე წინ დავწეროთ მინუსი მეგობრებო.
ეგ რა იქნებოდა? ჩავსვათ ახლა 1 დამატებული 2 კვადრატი, ეგ არის 4, 4, 5, ამოტრიალდებოდა მერე და შესაბამისად კოსინუს კვადრატ ალფა იქნებოდა 1/5. რადგანაც ალფა მახვილი კუთხეა, ამიტომ ცხადია კოსინუსი მასე დადებითი იქნება და როდესაც ამოიფესვებოდა 1/5, ანუ გვექნებოდა დადებითი 1 შეფარდებული ფესვი 5-თან. ნუ 1-დან ფესვი ამოვიდოდა 1-ია და დარჩებოდა მხოლოდ ნიშნული ფესქვეში. ანუ პასუხი რა იქნება? რასაც ვთხოვდნენ? ჩვენ ვთხოვდნენ პასუხად მინუს კოსინუს ალფას. ანუ კოსინუს ალფა რადგანაც 1 შეფარდებული ფესვი 5-თანაა, პასუხი იქნებოდა მინუს 1 შეფარდებული ფესვი 5-თან. მოკლედ ამოცანა უფრო რაღაც არითმეტიკული, უფრო სწორად ალგებრის ტონებით შეზავებული. მოდი ვნახოთ ახლა რის ბა ასკუს. მოდი მასე ხوار გავაკეთოთ. მოდი აგერ ვიმუშაოთ. კუთხე არის 60 გრადუსი, ხო? ეს არის 60 გრადუსი. აბი არის 8 სტოლი, მოდი 4 სტოლი, ანუ მთლიანად აბი არის 5. და ჩვენ ვიცით ოქროები, რომ კუთხე C არის მართი. დიდი საკუთხედიც მართკუთხაა. ხომ? კი ბატონო. მოდი ახლა ჩვენ მოცემული გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი და ჰიპოტენუზად დაშვებულია სიმაღლე და მოდი ამ ამოცანას შევხედოთ და თავად იმის გარშე რა, სიმაღლის გარშე. ნუ რა ხდება რა ამბავი. ეს თუ 60 გრადუსია. შესაბამისად ეს 30 გრადუსი იქნება. 30 გრადუსი როგორც დაინახავ ახლა. რა უნდა ქნა აქ მოპირდაპირე კათეტი იქნება ჰიპოტენუზის ნახევარი, ხო? ანუ AC იქნებოდა 2. და ყველაზე მარტივ ამოცნას ვამბობთ ახლა ჩვენ საერთოდ რო არ გამოვიყენოთ, შეიძლება საერთოდ არც დავჭირდეს ჩვენ აქ ტრიგონომეტრიული რაღაც ახალი ცოდნის გამოყენება. და დაგვიდით ახლა დაუბრუნდეთ აქ სიმაღლის სადაც არის გავლებული სამკუთხედში. ეს თუ 2-ია. ჰიპოტენუზა ვიცით. მეკითხებიან და A-ში ხო ფაქტობრივად გეგმილია 2-ის. ეს წინა თავში დასწავლი ფორმულა მართკუთხა სამკუთხედში სიმაღლის დაშვებით, ჰიპოტენუზაზე სიმაღლის დაშვებით მიღებულ გეგმილებზე კათეტის კვადრატი ტოლია. მისი გეგმილი A-ში გამრავლებული მთლიანად ჰიპოტენუზაზე. ეს ძალიან მარტივია, ასე იკვეცება და A-ში გამოდის 1 სტოლი. ნუ რასაც ითხოვდნენ, პრინციპში უპასუხეთ. და საერთოდ არ გაჭაჭებულა ახლა არც სინუსი, არც კოსინუსი და პანაცეა ხო არ არის ახლა თუ არის, ანუ უფრო კარგი გზა. მაგითხარით, ძველი ცოდნა არ უქმდება. ახლა ალბათ აქ ავტორი რას ფიქრობდა, რომ ალბათ ამ ორს მარტივად დავინახავდით და მე ამ პატარა მართკუთხა სამკუთხედში უკვე შეგვეძლო კიდევ უფრო მარტივადაც ესეც 30 გრადუსი იქნებოდა და რა თქმა უნდა მისი მოპირდაპირე კათეტი კიდევ უფრო მარტივად იქნებოდა ჰიპოტენუზის ნახევარი. მოსწურავდით ახლა რომ პანაცეა რა, რაიმე კონკრეტული მეთოდის გამოყენება და რაღაც სპაცია თუ აქცია ლამის გაცილებთ მარტივადაც შეიძლება გვეთქვა რომ A-ში 1 სტოლი. რა უნდა მეორე ამოცანას. აქაც ისე კუთხე C არის მართი კუთხე. C-ში კვლავ სიმაღლეა. ჩვენ ვიცით აი ამ კუთხის კოსინუსი, კოსინუს კუთხე AC არის 4/5. ჩვენ ვიცით BC არის 3 სტოლი. და მოვჩამეთ არაფერი. ნუ არ შეიძლება ახლა გვეთქვა. რა სიტყვენ C არ სიტყვე ხო? აი როგორ დავлагдეთ, რა გავაკეთეთ? პირველ რიგში ოქროები შეგიძლიათ აქ აიხსნათ სამკუთხედის მსგავსება. აი თუ ეს არის სიტყვაზე ვთქვათ ალფა კუთხე,
ესეც ხო ალფა იქნებოდა, ეგ ხო მარტივი სათქმელია, ეს სამკუთხედები A-ში C მსგავსია C-ში B-სი და კუთხე A წვეროსთან მდებარე კუთხე, ნუ C წვეროსთან მდებარე კუთხის ტოლია და თუ თქვენ ადგებოდით და აი ამ სამკუთხედში დაწერდით ახლა კოსინუს ალფა რა არის, ხო? კოსინუს ალფა ხო იქნებოდა მიმდებარე კათეტი C-ში შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, სამთან. მაგრამ ეს ხო ვიცი ჩვენ ხო 4/5 ტოლია რა. რა მნიშვნელობა აქვს ახლა რომელ საკუთხედში იქნებოდა ალფა კუთხე, ხო? თუ მისი კოსინუსი არის 4/5, ყველგან 4/5 იქნება ეს. და შესაბამისად, აქედან აი მე C-ში ტოლი იქნებოდა 12/5. კარგი. მოდით რვის რა ნახოთ რა სიტყვობს. ნუ მოცემულია აქ უჯრედები, მასე აღებულია რაც მონაკვეთები და ბლაგვი კუთხის, აი ამ კუთხის ტანგენსი თხოვე და ნუ როგორ შეგვეძლო ახლა ეს გაგვეკეთებინა ოქროები? კი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სამხედრი შეკრათ. მაგრამ ახლა აქ ვიცი, თუ თქვენ ამ გვერდს გამოთვლიდით, ასე ამ გვერდსაც გამოსახავდით, ამ გვერდსაც დაათვლიდით, გეცოდინებოდათ ეს სამივე გვერდი, რაღაცა BC, მე ადგებოდით და დათვლიდით კოსინუსების თეორემის შედეგით, აი ამ კუთხის კოსინუსს, მე ადგებოდით და კოსინუსის დახმარებით ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივების გამოყენებით ტანგენს დათვლით, ვაი, საშინელი გზა არის. ნუ სხვა დროს დაგჭირდებათ ეს მდგომა და ნუ იქ ლამის ერთადერთი საშუალება იქნება და გამოიყენებთ. მაგრამ მოდი ახლა სხვა რამ გავაკეთებთ. ჩვენ ხო გთხოვენ, აი ამ კუთხეს. მოდი ეს კუთხე ვიპოვოთ ჯერ. რა მომენტი გვაქვს, ხო? აი, გვაქვს ასეთი რაღაც. მოდი ვიპოვოთ ეს კუთხე. მაშინ რაცა დავარქვათ ამას ალფა და თქვენ მე დაგჭირდებოდათ რა 180 მინუს ალფას ტანგენსის პოვნა. მაგრამ აი ამ ალფას როგორ იპოვით ახლა? ეს ხო ერთი უჯრაა და ეს ორი უჯრა. ანუ ტანგენს ალფა არ გამოდის 2/1 ან 2? კი. და თქვენ რას გთხოვეთ? თქვენ არ გთხოვენ ტანგენს 180 მინუს ალფას. კი, ითხოვენ ამას. ხო და ამას გეკითხებიან, მაგრამ ტანგენს 180 მინუს ალფა დაყვანის ფორმულით ეს ხო მინუს ტანგენს ალფა. იმიტომ რომ ეს მეორე მეოთხედში იგულისხმება და მეორე მეოთხედში თუ არის მეგობრებო, შესაბამისად უარყოფითი იქნებოდა. ანუ გამოდის ოქროები, ჩვენ მინუს ტანგენს ალფა გვინდა დავთვალოთ და ეგ არის -2 არა, ტანგენს ალფას მაგივრად ჩასვამდით 2-ს და ესე იგი -2 დომებია დაგვეკვირა. ალბათ ყველაზე მარტივი 160 იქნებოდა ამოცანის. რვის საათი? პრინციპში რვის საათშიც ყველაფერი თავად ციგნის ნახაზია მოცემული და ვისარგებლოთ ამით, ხო? ჩვენ გქონდეთ ტანგენს ალფას თუ ბ-ში ვიცოდით, აი ეს 6.4 რომ. აქაც ოქროები ეს კუთხე ხო იგივე ალფა, ხო, ერთ სამკუთხედში რაც არის კუთხე, აი აქეთ არის იგივე კუთხე და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ალფას ტანგენს რომელი სამკუთხედიდან გამოვხდით? სადაც გვეკომფორტულება იქედან. ტანგენს ალფა რა იქნებოდა, აი ამ კუთხის ტანგენსი, მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული მიმდებარე კათეტთან, ანუ 6.4 შეფარდებული 3-თან. ამას გადააქცევდით, თქვა 10-ზე რომ გავურავთ რიცხველი დამნიშველი და მე 2-ზე შევკვეცოთ, 32 მე 15 იქნებოდა.
ვერ ვის-11 ნახოთ ახლა რა სიტყვებს. მოდი ეს გადავხაზოთ ახლა, იმიტომ რომ ცოტა პატარა ნახაზია წიგნში და უფრო დიდ ნახაზზე კარგად მოვუშავებთ რა. აიღოთ ახლა ცოტა დიდი მართკუთხა სამკუთხედი. აცი არის ჰიპოტენუზა. და პრინციპში ნახაზზე რაც არის მოცემული, ის ლოგიკა გავითვალისწინოთ აქაც. B არის მართი კუთხის წვერო. ჰიპოტენუზის A წერტილიდან აღმართული მართობი K მონაკვეთი ერთი სტოლია. ნუ არ ვიცით ახლა ეს ჩვენ A წერტილი სად არის და პირობითად აქ ავიღოთ და მართვია აღმართული უქრები. ეს არის მართი კუთხე და K-ები აღმოჩნდა ერთი სტოლი. აბა მოდი წავიკითხოთ ABC მართკუთხა სამკუთხედში AC ჰიპოტენუზის K წერტილიდან ჰიპოტენუზისადმი აღმართული მართობის AM მონაკვეთი ერთი სტოლია. AM-ი 3-ს. აგი, AM-ი იყოს 3. იპოვეთ C კუთხის ტანგენსი. აქაც მარტივადაა საქმე. მოდი C კუთხე აღნიშნოთ რაღაცა ალფათი. ცხადია ესეც ალფა არ იქნებოდა მარტივი საჩვენებელია, ხო, იმიტომ რომ AKM სამკუთხედი AKM მსგავსი იქნებოდა სამკუთხედი ABC-ს. იმიტომ რომ A კუთხე საერთო აქვთ, კუთხე K თუ აქვს მართი, A კუთხე B არის მართი. შესაბამისად, კუთხე C და კუთხე M ერთმანეთის სტოლი იქნებოდა. და ჩვენ ისევ და ისევ აქაც გამოვიորդეთ რა მნიშვნელობა აქვს ახლა რომელი სამკუთხედან დავთვლით იგივე ერთი და იგივე კუთხის ტანგენსებს, ხო? მნიშვნელობა არ შეიცვლებოდა და მოდი ამ პატარა სამკუთხედან დავთვალოთ. თქო, ამისთვის ჩვენ AK მონაკვეთის სიგრძეა დასათვლელი. მეორე კათეტი გჭირდება ხო ტანგენსისთვის და AK-ს კვადრატი ტოლია 3-ის კვადრატს გამოკლებული 1-ის კვადრატი. ეგ არის 9 - 1 8. ესე იგი აქ არის ფესვი 8-დან, ანუ 2 ფესვი 2. და რა იქნებოდა ტანგენსი საძიებელი კუთხისა ჩვენ შემთხვევაში ალფასი ეს იქნებოდა ეგ თუ 2 ფესვი 2 მივიღეთ 2 ფესვი 2 შეფარდებული 1-თან, ანუ 2 ფესვი 2. მეთორმეტე ვნახოთ. ხორდა დიამეტრს კვეთს ალფა კუთხით. ავიღოთ წრეწირი, რადგანაც უკვე ხორდაზეა საუბარი, გავავლოთ დიამეტრი. გავავლოთ მისი გადამკვეთი ხორდა. ალფა კუთხით კვეთსო დიამეტრსო, ეგ იყოს ალფა კუთხე და იყოფა ორ მონაკვეთად. ანუ თავად ეს ხორდა დაიყოფოდა ხო ორ მონაკვეთად. 12 და 8 მონაკვეთებად. აი, ნუ ეს იყოს 8, ეს იყოს აქეთ 12. ეგ ასე. იპოვეთ მანძილი ცენტრიდან ხორდამდეო. აჰა, საინტერესოა, აგერ არის ცენტრი და ცენტრიდან ხორდამდე, ანუ ხორდაზე უნდა დაგვიშვა მართობი. და ამას ითხოვენ რა, მართობს თუ ტანგენს ალფა ვიცით, რომ ორი სტოლია. ხო, რა შუაშია ტანგენს ალფა, აქაც ალფა კუთხეა, ხო? და როგორც კი გაიგონებთ, რომ ცენტრიდან ხორდაზე მართობია დაშვებული, აი, ხო და გაგახსენეთ მეგობრები. არ უნდა გაგახსენდეთ, რომ ეს ცენტრი, ესე იგი, ხორდის მართობული დიამეტრი, რადიუსი ხორდა შუაზე ყოფს. კი, უნდა გაგახსენდეთ. მოდი ამ 8-ს და ესე გავაკეთებ, ეს 8 და 12 რომ იყო და რასვებს დავაწერ აქ.
ეს იყოს b და ეს იყოს რაღაცა d წერტილი. ახლა ეს თუ 8 არის და ეს თუ 12-ია, მთლიანად ეგ არ გამოდის 20 და მთლიანად 20 თუ არის და აი დაუშვი შენ აქ სიმაღლე რომელიც მას ქორდა შუაზე ყოფს ეს არ გამოვიდოდა უკვე 10 კი გამოვიდოდა და მაშინ მოდი ამას რომ გადავარქვათ ეს კადემონაკვეთი არ იქნებოდა 12-ს გამოკლებული 10 ანუ ეს 2 არ იქნებოდა ანუ ჩვენ გვაქვს ასეთი მართკუთხა სამკუთხედი ხო და სადაც ერთ კათედრს გვეკითხებიან მე მისი მოპირდაპირე კუთხის ტანგენსი იცი და მეორე კათედრიც იცი. რა იქნებოდა ეგ? ტანგენს ალფა რისი ტოლი გამოდის? მოპირდაპირე კათედრი x-ი შეფარდებული 2-თან. თუ მეგობრებო ეს 2 ტოლია, მაშინ x-ი არ გამოვიდოდა 4. და მორჩა დამთავრდა საძიებელი გვერდი ნაპოვნი იქნებოდა. თითოეულ შემთხვევაში აჰა კარგი. ახლა 8-13. ნუ 8-13-ში მეგობრებო მოცემული იყოს 3 გვერდი და უნდა გვეპოვა 3-ვე კუთხის კოსინუსი. რა თქმა უნდა ეს ეხება კოსინუსების თეორემას. როდესაც გვერდები მოცემული გაქვთ და გთხოვენ კუთხის კოსინუს, რა თქმა უნდა აქ უნდა გაიხსენოთ კოსინუსების თეორემა. მოდი ახლა ჩვენ მხოლოდ აღარ ვიხილოთ აქ. ანუ ანალოგიურად გაკეთოთ და დანარჩენი ორიც მით უმეტეს ბოლო საერთოდ მართკუთხა სამკუთხედია და კიდევ უფრო მარტივად გამოვიდა. მოდი დავაწყოთ ამას სწორები a b c და პირობითად დავაწყოთ თქვათ ეს იყოს 6, ეს იყოს 8, ეს იყოს 9. რას გვეუბნება კოსინუსების თეორემა? ხო? რომ ნებისმიერი გვერდის კვადრატი, აი AB გვერდის კვადრატი ტოლია დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამს, ანუ BC-ს კვადრატს დამატებული AC-ს კვადრატი გამოკლებული მათი გამრავლებული მათ შორის მდებარე კუთხეს ამ შემთხვევაში C კუთხე ახლა და ასე რომ ვთქვათ, რომელ გვერდს ასწავლოთ, მისი მოპირდაპირე კუთხის კოსინუსზე გამრავლდება. კოსინუს კუთხე C-ზე. ნუ უფრო მარტივი დასანახი იქნებოდა, რაიმეს თუ ავიღებთ აქ ჩვენ A, B, C-ს, თქვათ ამას დავარქვით რაიმე ალფა კუთხეს, C კვადრატი იქნებოდა A კვადრატს პლუს B კვადრატს გამოკლებული 2AB კოსინუს ალფა. და აქედან რა გამომდინარეობს ახლა სიტუაციიდან? გამომდინარეობს ის, რომ თუ შენ გინდა დათვალო კუთხის კოსინუსი, ხო? აი რომ გადმოიტანო ახლა ეს აქეთ, ხო იქნებოდა 2AB კოსინუს ალფა ტოლია A კვადრატს პლუს B კვადრატს და ეს უნდა გადაგვიტანა იქეთ. მინუს C კვადრატი შესაბამისად კოსინუს ალფა უდრის A კვადრატს პლუს B კვადრატს გამოკლებული C კვადრატი შეფარდებული 2AB-სთან და ნუ ასე ვთქვათ მეორე ფორმულაც, აი პირველი ფორმულა ეგ კოსინუსების თეორემას და მეორე ფორმულა არის მისი პირდაპირი შედეგი კოსინუს ალფას საფრთხელი ფორმულა. ახლა მარტივად აი როგორ ვიმახსოვრეთ ამ ფორმულას? რას უდრის კუთხის კოსინუსი? აი მაგალითად C კუთხის კოსინუსი. ეს არის მისი მიმდებარე გვერდების კვადრატების ჯამს, ანუ 8 კვადრატს დამატებული 9 კვადრატი, გამოკლებული მოპირდაპირე გვერდის კვადრატი, შეფარდებული მიმდებარე გვერდების გაუკეთებულ დამრავლთან. რა იქნებოდა 64, 81, 36 მეუჯერ 8-ჯერ 9. რამდენი გამოდის ეს? 64-ს 36-ით რომ გამოვაკლოთ 28 არის, 28-ით დავუმატოთ 91-ს 100
9 არის და ქვემოთ ეს 2-ჯერ 8-ჯერ 9 არის 16-ჯერ 9 144, ხო? დავტოვოთ ასე იყოს, პრინციპში არც იკოცება თუ არ ვწდები ეს. კაი, ანალოგიურად დაკვირდით დანარჩენი კუთხეებსაც, აი მაგალითად, კუთხე არა იქნებოდა კოსინუს, კუთხე იქნებოდა მიმდებარე გვერდების კვადრატების ჯავს, ანუ 6-ის კვადრატს დაემატებოდა 9-ის კვადრატი, გამოაგდებოდა 8-ის კვადრატი და შეეფარდებოდა 2-ჯერ 6-ჯერ 9-ს. 26-ის დამატებული 91 გამოკლებული 64 და 59 ხო? და ქვემოთ იქნებოდა ის 2-ჯერ 6-ჯერ 9, ანუ 53 და 12-ჯერ 9 ანალოგიურად დავთვლიდით კოსინუს b-საც რა, აღარ დავკარჯავ გავთამაზებ დროს, ახლა დავთვლიდით ამას ჩოვლებდი. კარგი. ახლა რას გვეუბნება 8-14. 14 ამოცანაში ახლა ჩვენ გვხვდება კოსინუსების თეორემის ერთ-ერთი შედეგი, როდესაც გვერდების სიგრძეების საშუალებით ჩვენ უნდა გამოთვალოთ სამკუთხედი, გავარკვიოთ სამკუთხედი მახვილკუთხა, მართკუთხა თუ ბლაკკუთხა. ახლა რატო არის ამის დათვლა შესაძლებელი, იმაზე მინდა გაგესაუბროთ. ერთი წუთი ამას მინდა დავუთმოთ, დააკვირდით. ჩავთვალოთ, რომ B გვერდი არის პატარა გვერდები, და B დაკლებიან ტოლია C-ზე. შეიძლება ტოლებიც იყვნენ, მაგრამ აი შანსი არა არ აღემატებიან C-ს. ანუ თუ რომელიმე გვერდი იქნება დიდი, აი C რომ იყოს უდიდესი. და C-ს მოპირდაპირე კუთხეს დავარქვათ A. მოდი დავწეროთ ახლა კოსინუსების თეორემა C-თვის, ანუ C კვადრატი ტოლია დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯავს გამოკლებული მათი გაუკეთებული ნავრავლი კოსინუს ალფაზე. ახლა დააკვირდით რა ხდება, აი თუ ალფა არის მახვილი, აი 90-ზე ნაკლი, ხო? მაშინ კოსინუს ალფა ხო დადებითია, აი დადებითია, ხო? და თუ დადებითია, გამოდის რომ 2a ბჯ კოსინუს ალფა დადებითი რიცხვია. ესე იგი, გამოდის რომ ჩვენ a კვადრატს პლუს b კვადრატს ვამცირებთ. ანუ a კვადრატს მინუს b კვადრატს მინუს 2ab კოსინუს ალფა უფრო პატარაა ვიდრე a კვადრატს პლუს b კვადრატი, ხო? ანუ შეამცირე რაღაც დადებითი გამოაკელი a კვადრატს პლუს b კვადრატს შესაბამისად უფრო პატარა მიიღე ვიდრე თავიდან იქნებოდა. ანუ ხო გამოდის ეს ხო c არის მეგობრებო c კვადრატი და არ გამოგვივიდა მახვილკუთხა სამკუთხედის შემთხვევაში რომ c კვადრატი ნაკლები იქნება კვადრატს პლუს b კვადრატზე. ვიდრე c კვადრატი უდრის ისეთ რაღაცას ამ შემთხვევაში რომელი გამოსახულებაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე a კვადრატს პლუს b კვადრატზე. ამიტომ გამოდის მახვილკუთხა სამკუთხედის შემთხვევაში პატარა გვერდების კვადრატების ჯამი მეტი დიდი გვერდის კვადრატზე. და პირიქით თუ ეს სრულდება, ესე იგი სამკუთხედი მახვილკუთხა. ანალოგიურად ახლა თუ ალფა იქნებოდა 90-ის ტოლი, მაშინ კოსინუს ალფა იქნებოდა 0 და შესაბამისად მარტივი დასანახია, რომ c კვადრატი ტოლი იქნებოდა a კვადრატს პლუს b კვადრატის. ნუ კიდევ ერთხელ პითაგორას თეორემის ჭეშმარიტებაში დავწუნდებოდით. და თუ ალფა არის 90-ზე დიდი ბლაგვი კუთხეა, ჩვენ ვიცით, რომ ბლაგვი კუთხის კოსინუსი არის უარყოფითი.
და თუ უარყოფითია 2ab კოსინუს ალფა იქნებოდა უარყოფითი და მაშინ მინუს 2ab კოსინუს ალფა გამოდის ნახეთ a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს უარყოფითი. ხო, ესე იგი ხო გაიზრდებოდა, ანუ რაღაცას შენ ფაქტობრივად ეს დადებითი რიცხვია მინუს 2ab კოსინუს ალფა და a კვადრატს პლუს b კვადრატის მნიშვნელობას ამით შენ გაზრდიდი. ანუ ეგ გამოსახულება აუცილებლად მეტი იქნებოდა ვიდრე a კვადრატს პლუს b კვადრატი, იმიტომ რომ a კვადრატს პლუს b კვადრატს ფაქტობრივად რაღაც ემატები. და რადგანაც a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს 2ab კოსინუს ალფა c კვადრატის ტოლი, ესე გამოდის, რომ c კვადრატი მეტი იქნებოდა a კვადრატს პლუს b კვადრატზე მეგობრებო. ნუ, მოკლედ, უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ თუ პატარა გვერდების კვადრატების ჯამი მეტია დიდი გვერდის კვადრატზე სამკუთხედი მახვილკუთხაა. ამ სამი შემთხვევიდან ახლა ჩვენ გვქონდა სამი ამოცანა 8-14-ში 5-12-13, მეორე შემთხვევა იყო 5-6-8 და მესამე შემთხვევა იყო 6-7-8. ეგ სამივე შემთხვევაში რომ დავთავოთ ახლა პატარა გვერდების კვადრატების ჯამი 6-ის კვადრატს დამატებული 7-ის კვადრატი და შევადაროთ 8-ის კვადრატს. ნუ ეს არის 36-49 ფაქტიჩაკი არის 36 და 49 85 ხო? გაცილებთ აღემატება 8-ის კვადრატს. ანუ რა გამოდის? პატარა გვერდების კვადრატების ჯამი მეტია დიდი გვერდის კვადრატზე, ესე იგი სამკუთხედი მახვილკუთხა. ახლა 5-ის კვადრატს დამატებული 6-ის კვადრატი რომ შევადაროთ 8-ის კვადრატს. 25-ს დამატებული 36 არის 61, ნუ ნაკლებია. დიდი გვერდის კვადრატს, ესე იგი სამკუთხედი ბლაგუკუთხა. ზემოთ 5-ის კვადრატს დამატებული 12-ის კვადრატი ეს უდრის ახლა 13-ის კვადრატს და შესაბამისად სამკუთხედი მართკუთხა. ოკეი, ამ დეფინიციას თუ დაემახსოვრეთ, განმარტებებს გამოგადგებათ აუცილებლად მომავალში. აბა რა უნდა 8-15-ს ახლა ვნახოთ. იპოვეთ სამკუთხედის მესამე გვერდის სიგრძე, თუ ორი გვერდის სიგრძეებია 7 და 10 და ამ გვერდებს შორის კუთხეა 60 და 120. აქაც ძალიან მარტივად პირველ შემთხვევაში ნახაზიც არ უნდა, ანუ ჩვენ გვეკითხებიან გვერდს რაღაცა მაგალითად a კვადრატს, თუ ვიცით რომ დანარჩენი ორი გვერდის სიგრძე არის 7 და 10, ანუ კოსინუსების თეორემა როგორ გაჟღერდება? დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამს გამოაკლდება მათივე გაორკეცებული ნამრავლი, მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. იმ შემთხვევაში კოსინუს 60. კოსინუს 60 არის 1/2-ის ტოლი. ანუ რა იქნებოდა ეს 7-ის კვადრატს, ამყავთ კვადრატში 49-ს დაემატებოდა 100, გამოაკლდებოდა 2-ჯერ 7-ჯერ 10-ჯერ 1/2. და ეს იქნებოდა 79, ხო? 159-ს გამოაკლდებოდა 70 და იქნებოდა 79. ანუ a კვადრატი გამოვიდა 79, შესაბამისად a იქნებოდა ეს 79-დან. უცხადია პლუს მინუს 79-ს არ დაწერთ, იმიტომ რომ a გვერდია და გვერდი უარყოფითი არ შეიძლება იყოს და მეორე შემთხვევაში რა იქნებოდა? ისევ იგივე დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამს გამოაკლდებოდა მათი გაორკეცებული ნამრავლი, მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. უბრალოდ რადგანაც ამ შემთხვევაში 120 გრადუსია, 120 გრადუსზე კოსინუსი არის უარყოფითი, ანუ ეს იგივეა კოსინუს დაყვანის ფორმულით 180 მინუს 60, ანუ მინუს კოსინუს 60 გრადუსია. და რადგანაც კოსინუს 60 1/2, ანუ მინუს 1/2 გამოდიოდა. ესე იგი a კვადრატი ტოლი იქნებოდა 7-ის კვადრატს, ანუ 49-ს დამატებული 100, გამოკლებული 2-ჯერ 7-ჯერ 10-ჯერ 1/2.
ბოდიში გამოკლებული არა, გამოკლებული კი, მაგრამ აი აქ -1/2 უნდა ხო? ანუ შესაბამისად ეს იქნებოდა 59-ს დამატებული 100 და დამატებული 70. ანუ გამოდიოდა 219. შესაბამისად, იქნებოდა ფესვი 219. მე-16 ნომერი, ნახოთ ახლა რას ითხოვს. იგივე სამკუთხედის მესამე გვერდის სიგრძე თუ ეგეც იგივეა რა. ხო თუ არა, მესამე გვერდის კი, იგივეა, იმიტომ რომ ნახეთ და აღარ გავაკეთებ რა, ესე კოსინუსების თეორემაა, იმიტომ რომ ABC სამკუთხედი ხო და AB3-ია, AC7-ია, მესამე გვერდს გეკითხებიან და ეგ იცოდი რომ 45 გრადუსი იყო. ანუ ისე x კვადრატი ტოლია, 3-ის კვადრატს დამატებული 7-ის კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ, 3-ჯერ, 7-ჯერ კოსინუს 45 გრადუსზე და ნუ გამოვწვიდით შესაბამისად ახლა მე მგონი აქ პრობლემა ყოფილიყო, ხო? იპოვეს მესამე გვერდის სიგრძე. ვიღა აქ კარგი პასუხია პასუხებში და კარგ პასუხს როგორ იღებდა აქ. ხო არ მეშლება. ესე იგი იპოვეს სამკუთხედის მესამე გვერდის სიგრძე, ანუ AB ვიცით, A 3 ფესვი 2 ყოფილი გვერდში, ხო? 3 ფესვი 2-ია და შესაბამისად მე ფესვი 2 კი გამოიწვევდა რა. იქნებოდა კარგი პასუხი. ანალოგიურად აქაც არ მინდა ახლა ამის დათვლა იყოს. თუ რამე ანგარიში პრობლემა იქნა, არ გაგიჭირდებათ მაგის გადამოწმა. მოდი მე-17 ვნახოთ ახლა რა უნდა. ალბათ ახალი თვისების გამოყენებაზე შეიძლება იყოს საუბარი. აბა ვნახოთ. პარალელოგრამის დიაგონალებია 10 და 12. მისი ერთ-ერთი გვერდი არის 9, უნდა ვქოთ მეორე გვერდი. ნუ ეს ეხება მეგობრებო, როგორც გითხარით, შესავალში დასაწყისში ამ ვიდეოსი პარალელოგრამის თვისება გვექნება გამოსაყენებელი. აქ ახლა ნახაზი გადავსხვერდი არა, ცოტა უშნოდ დავხატეთ. დიაგონალები იცი, 10-ია, მეორე 12-ია. მისი ერთ-ერთი გვერდი ვიცით არის 9, მეკითხებიან მეორე გვერდს. როგორ არის ფორმულა? დიაგონალების კვადრატების ჯამს, ანუ ერთი დიაგონალის კვადრატს დამატებული მეორე დიაგონალის კვადრატი ტოლი არის გვერდების კვადრატების ჯამის, ანუ რადგანაც ჩვენ გვაქვს 4 გვერდი, ანუ 9-ის კვადრატს დამატებული x კვადრატი, 9-ის კვადრატს დამატებული x კვადრატი ასე უნდა ყოფილიყო, ანუ 2-ჯერ 9-ის კვადრატს დამატებული x კვადრატი. რა გამოვიდოდა აქ? ეს არის 100, ეს არის 144, 91 გამრავლდებოდა 2-ზე 162, 2x კვადრატი. აქ იქნება გამოვაკლოთ ახლა 82, 41, ანუ 2x კვადრატი იქნებოდა 82, x კვადრატი 41 და შესაბამისად x-ი გამოვიდოდა ფესვი 41. მეორე შემთხვევაში რა იქნებოდა? მეორე შემთხვევაში თქვენ ერთი დიაგონალი ცით და მეორე დიაგონალი არის, ანუ ფაქტობრივად ამ ერთი დიაგონალის კვადრატს დავუმატებდით მეორე დიაგონალის კვადრატს, ხო არ ვიცით ეს და აღნიშნოთ d2-ით ასე. და ტოლი იქნებოდა 2-ჯერ 7-ის კვადრატს დამატებული 10-ის კვადრატი. ნუ ესეც იგივენაირად არ იხსნება. აქ იქნებოდა 7-ის კვადრატი 59 2-ზე 98 2-ის კვადრატი, ესა 2-ჯერ 59 პლუს 100, ანუ 159 2-ჯერ ეს არის
98, აქ 98 ჯერ d2-ის კვადრატი, 98 პლუს d2-ის კვადრატი არის 200 და შესაბამისად d2 არის ფესვი 200-დან, ესე იგი 10 ფესვი 2. მოდი დავასწავლოთ მაინც ახლა ეს თვისება, რადგან გამოვიყენეთ ასე, მოდი დავასწავლოთ. ესე იგი, მოცემული გვაქვს ჩვენ პარალელოგრამი და მინდა ახლა გვერდებსა და დიაგონალებს შორის დამოკიდებულება გავარკვიოთ. ვთქვათ, ეს არის ალფა კუთხე. ეს არის a გვერდი, b გვერდი. ვთქვათ, ეს არის d1. კოსინუსების თეორემით d1-ის კვადრატი ხო იქნებოდა a კვადრატს დამატებული b კვადრატი გამოკლებული 2 ab კოსინუს ალფა. ახლა ნახეთ, იგივე პარალელოგრამით დავხატოთ, ოღონდ მეორე დიაგონალი გავაკეთოთ. ნუ ცხადია, ეს ხო იქნებოდა 180 მინუს ალფა კუთხე, ანუ თუ მახვილი კუთხე არის ალფა, ეს ბლაგვი კუთხე იქნებოდა 180 მინუს ალფა. და მეორე d2-ით აღნიშნოთ ეს დიაგონალი. რა იქნებოდა d2-ის კვადრატი? ეს იქნებოდა a კვადრატს დამატებული b კვადრატი გამოკლებული 2ab კოსინუს 180 მინუს ალფა. მაგრამ მე ჩვენ ხო ვაჩვენეთ დღეს უკვე რამდენჯერმესა მინუს კოსინუს ალფა და ეს მინუსი ერთმანეთზე რომ გამრავლდება, იდეაში d2 რა გამოვიდა? d2 გამოვიდა, უბრალოდ d2-ის კვადრატი a კვადრატს პლუს b კვადრატი პლუს 2ab კოსინუს ალფა. თუ ზემოთ რა არის ეს? გადავწეროთ d კვადრატი უდრის a კვადრატს პლუს b კვადრატის მინუს 2ab კოსინუს ალფა. რომ დავკრივოთ, ესენი პათილდება და d1-ის კვადრატს დამატებული d2-ის კვადრატი ტოლი იქნება 2-ჯერ a კვადრატს პლუს b კვადრატს. ნუ დავამტკიცეთ ჩვენ ის თვისება, რაც გამოვიყენეთ მე-17-ში. დიაგონალების კვადრატების ჯამი, გვერდების კვადრატების ჯამის ტოლია. მე-18-ში რა ხდებოდა? პარალელოგრამის გვერდები ვიცოდით, იყო 5 ფესი 2 6. ახლა ხოთი არ ვქოთ პარალელოგრამი, ასე. ერთი კუთხე 45, ანუ მახვილი კუთხე არის 45. გვერდები არის 5 ფესი 2 რამდენია? დაახლოებით ფესი 2 ხო 1.4-ია. 5 ფესი 2 დაახლოებით 7-ია, ხო? ანუ ეს უფრო დიდია ვიდრე 6. მოდი პატარა გვერდს 6 დავაწეროთ, დიდი გვერდი 5 ფესი 2. უნდა ვიპოვოთ დიაგონალები. კი ბატონო, ვიპოვეთ დიაგონალებს, მაგრამ ერთი დიაგონალი უფრო მარტივი საფუძველია, ხო? ასე, აქედან, ამ სამკუთხედიდან ვიპოვოთ. მოდი ეს დავაწეროთ ამას b c d a. ანუ bd დიაგონალის კვადრატი იქნებოდა 6-ის კვადრატს დამატებული 5 ფესი 2-ის კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ f-ჯერ 5 ფესი 2-ჯერ უცნაურ 45. ეგ რა იქნებოდა? x-ის კვადრატი არის 36, 5 ფესი 2-ის კვადრატი 50, გამოკლებული 2-ჯერ f-ჯერ 5 ფესი 2-ჯერ ფესი 2 მეორედი, ფესი 2-ჯერ ფესი 2 ორიანია და ამ ორს შეკვეთს, ანუ რა გამოგდის აქ? 2-ჯერ f-ჯერ 5 არის 60, ანუ 26 გამოდის, ხო? bd კვადრატი და შესაბამისად bd იქნებოდა ფესი 26-დან. და ac კვადრატსაც გამოვთქვით ახლა უკვე ფორმულით, ხო? ანუ გვერდების კვადრატების ჯამი, ესე იგი 6-ის კვადრატს დამატებული 5 ფესი 2-ის კვადრატი გაორკეცებული, აი ასე. ეგ ტოლი იქნებოდა ერთი დიაგონალის კვადრატს, ანუ
ფესვი 26-ის კვადრატს, რომ დავუმატოთ მეორე დიაგონალის კვადრატს. ასე დათვლით რა, რა გამოდის ეს ორჯერ 36 პლუს 50, 26, ის არის 86, 86 გამრავლებული 2-ზე 172, 172-ს გამოკლებული 26 რამდენია? 156, ანუ 10 კვადრატი იქნებოდა 156 და შესაბამისად 10 იქნებოდა ფესვი 156 და. კარგი, თუ ეგეც მარტივად დადგენადი იყო. გვიგვიდი უკვე ნახოთ მე-19. აჰა, უკვე მეგობრებო, სინუსების თეორემასთან გვაქვს საქმე. აი უნდა იგრძნოთ, როდესაც ხო მოდი გავიხსენოთ რას გვეუბნება სინუსების თეორემა, ხო? თუ ჩვენ მოცემული გვაქვს სამკუთხედი, მაშინ უნდა გვახსოვდეს, რომ მოდი ავიღოთ სამივე გვერდი და სამივე კუთხე. მაშინ ნებისმიერ სამკუთხედში ხდება ეს, არა აქვს მნიშვნელობა პლანკუთხა, მახვილკუთხა, მართკუთხა. გვერდი შეფარდებული მოპირდაპირე კუთხის სინუსთან, ტოლია მეორე გვერდი შეფარდებული მოპირდაპირე კუთხის სინუსთან, ტოლია მესამე გვერდი შეფარდებული მოპირდაპირე კუთხის სინუსთან და ტოლია შემოხაზული წრეწირის დიამეტრისა. ამაზე ხო სამკუთხედზე შემოიხაზება წრეწირი და დიამეტრი ხო იქნებოდა სადღაც ხონდა წრის გარეთ ვერ გავა. ასე. ეგ არის სინუსების თეორია. ახლა ნახეთ ABC სამკუთხედში. ესე A, B, C. კუთხეა 45 გრადუსი იყო, ხო? ეს 45 გრადუსია. კუთხე B 60 გრადუსი იყო. კუთხე C უკაცრავად 10 გვერდი 24 იყო. გვეკითხებიან ჩვენ BC-ს. აბა წავიდეთ. BC შეფარდებული სინუს 45 გრადუსთან ტოლია AC შეფარდებული სინუს 60 გრადუსთან. ასეთი ამბავია. და AC ჩვენ ვიცით 24-ია, ხო? მოდი შევიტანოთ AC-ს მაგივრად თავად. ანდა ეწინოს და ახლა შევიტანოთ მნიშვნელობას. ანუ რა გამოდის BC? BC გამოდის სინუს 45 გამრავლდება 10-ზე, ანუ ფესვი 2/2 არის სინუსი. გამრავლებული 24-ზე შეფარდებული ფესვი 3/2-თან. ეს იკვეცება და 24 ფესვი 2 შეფარდებული ფესვი 3-თან. ნუ ასე შეგიძლიათ გადავთ ეს და შეგიძლიათ აი 24 ხო არის 8 ჯერ 3 და ის 3 რომ შეგოცოთ ამ ფესვის 3-ზე დარჩებოდა ფესვის 3-ის ზემოთ და ანუ 8 ჯერ ფესვის 3 ჯერ ფესვი 2 ეს არის იგივე 8 ფესვი 6. ნუ ასეთი მომენტი შეგვეძლო გაგვითვალისწინებია რა. 8-20 სამკუთხედში 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე გვერდი არის 10. გვაქვს რაღაც სამკუთხედი, აქ გვაქვს 30 გრადუსიანი კუთხე, მისი მოპირდაპირე გვერდი არის 10. იპოვეთ ამ სამკუთხედის 45 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე გვერდის სიგრძე. ხო, ამ სამკუთხედში 45 გრადუსიანი თქვათ ეს იყოს. ნუ ითხოვენ მისი მოპირდაპირე გვერდის სიგრძეს, ჩვეულებრივი სინუსების თეორემა, ხო?
x-ი შეფარდებული სინუს 45 გრადუსთან, თოლია 10 შეფარდებული სინუს 30-თან. ნუ, აქ არის x-ი ტოლი იქნებოდა სინუს 45 გადავა გამრავლებით ანუ ფსი 2 გამრავლებული 10 შეფარდებული სინუს 30-ის. სინუს 30 გრადუსი, სინუს 30 გრადუსი არის 1/2. ეს შეიგვეცეოდა და გამოვიდოდა 10 ფსი 2. კარგი, ვიდი აქ დროებით გავაჩეროთ ახლა ჩვენი ჩანაწერი და 21 ნოვრიდან გავაგრძელოთ ამოცანების განხილვა.